ეს რომ მეგა პროექტი საქართველოს ხმა გუშინ 4 ნოემბერს რუსთავის ეთერში დაბრუნდა. პირველ გადაცემაში მაყურებელმა 9 მონაწილე და პირველი ოქროს ღილაკი იხილა. დათო ფორჩხიძის რჩეული 15 წლის კონკურსანტი მარიამ ბიგვალა გახდა და არა მხოლოდ დათოს რჩეული გახდა. მარიამი აღმოთოვანა. არ ვიცი, მარიამს მე დიდი ხანია ისედაც თაკო ვადევნებ თვალს, ის ვიხილეთ ევროვიზიაზეც, მან ძალიან ღირსეულად წარადგინა ჩვენი ქვეყანა და არაერთ პროექტში სხვათა შორის გამორჩეული იყო და ბრწყინავდა, მაგრამ დათომაც აღნიშნა, რომ აი ყველაზე მეტად ვაფასებ იმას, რომ აი რაღაცნაირად ძალიან მაგრად მუშაობს საკუთარ თავზეო და მართლაც აი რაღაც ამ მცირე დროში, რაც მარიამი რაღაცნაირად ეკრანებიდან ხო თითქოს მიიმალა, აი მცირე დროში იმდენად ტრანსფორმირებული სახით წარსდგა მაყურებლის წინაშე და ისეთი საოცრება ჩაიდინა გუშინ საქართველოს ხმის სცენაზე, რომ აი მართლა აღფრთოვანებული. და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ლოგიკურად დაგვირგვინდა მისი ეს საოცრად წარმატებული შესრულება ოქროს ღილაკით, რომელსაც ასე ველით ხოლმე ჩვენ მაყურებლები მის ასე ვთქვათ აფეთქებას შეიძლება ითქვა და აფეთქდა კიდეც აი ამ კონკურსანტის ირგვლივ. და მოკლედ ჟიურის სიმპათია არაერთმა მონაწილემ დაიმსახურა, ესეც ვიცით. წინ კიდევ გვაქვს 3 შესარჩევი ტური, მრავალფეროვანი მონაწილეები, მრავალფეროვანი ამბები, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში. შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელს ასევე მრავალფეროვანი სანახაობა ელის რუსთავის ეთერში. მუსიკალური თავგადასავალი, რომელსაც უკვე ჩავერთეთ და რომელსაც კიდევ წინ ნამდვილად ძალიან ბევრი საინტერესო ეპიზოდი აქვს მომზადებული ჩვენთვის. აი ეს ემოციური კადრები, როდესაც აფეთქდა ოქროს ღილაკი. მხოლოდ მარიამზე გავაკეთეთ აქცენტირება, მაგრამ ეს ის იყო, რამაც მართლა აღმაფრთოვანა, თუმცა მონაწილეები, რომლებიც ვიხილეთ გუშინ, იყვნენ მართლაც, არ ვიცი, ნიჭით დაჯილდოებული და არაერთ ასეთ მონაწილეს იხილავს კიდე ჩვენი ტელემაყურებელი. შოუ შედგა და ეს შოუ, რა თქმა უნდა, ყოველ სამშაბათს რუსთავის ეთერში გრძელდება. აღნიშნოთ, რომ ჩვენი თიკაც ბრწყინავდა, იყო მოწოდების სიმაღლე. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. თიკა სადაც არის, იქ შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზეა ხოლმე შემდეგ. ამიტომ კიდევ აქედან მოვეფეროთ, არ ვაკლებთ ამ სიყვარულს მას პირად საუბრებში, მაგრამ კი რაღაცნაირად გინდება ხოლმე, რომ შემდეგ ეს შენი დამოკიდებულებები, აი საოცარი პროფესიონალი გოგოს მისამართით ხშირად გააღჟღერო ხოლმე. შესაბამისად, თიკა, კიდევ ერთხელ ესე დიდი სიყვარულით გადევნებთ თვალს. ჩვენ წარმატება უსურვოთ ყველა მონაწილეს.